ინსტრუქტორი რაღაცას რო ამბობს, შევისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ეს ხმა შენთვის შეიძლება იყოს როგორც შენი საკუთარი ხმა. ეგ ძალიან მაგარი რაღაცა და ვიღაცა რო გეუბნება რომ აციე შტანგა. და ანუ შენ თუ ესე გაქვს გადაწყვეტილი რომ ის არის შენი მე იმ მომენტში. ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის რა. და შენ ანუ იქ არ არსებობს ანუ მეზარება რაღაცა ეს იმ მეზეზის შენი ასე ვთქვათ ცნობიერება და ის რომ იტყვის რომ ეხლა მაგალითად დავდგეთ ხელებზე შენ რაღაცნაირად ეს ენერგია მოაქვს ამ მის ინსტრუქტორს რა უშუალო ინსტრუქტორს და ამით ამას შეგიძლიათ დაეხარჯნო. მოგესალმებით იოგას აკადემიის პოდკასტში. დღეს ჩვენი თემა არის იოგას მეთოდები, ზოგადად მეთოდის მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ერთი არის რომ იოგა სასარგებლოა და მეორე არის რომ ის სასარგებლო არის გარკვეული პირობებით. ხო? ისე რომ ვთქვათ რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი, ყველაფერს აქვს რაღაც თავისი პირობები და ესე იგი ჩვენთან ერთად არიან თეა გელაშვილი და მარიამ ხელაძე. მოგესალმებით. ხო, ანუ ტრადიციულად ანუ ესე. და ყოველ რამდენიმე პოდკასტი. ხო. და ჩვენი პოდკასტი ანუ იოგაზე არის ფოკუსირებული. ხო, ანუ ბევრი პოდკასტები არის ახლა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ პოდკასტი იყოს რაღაც ანუ თემატური, ანუ ისე რაღაც მიუხვება, ასე ვთქვათ, უშუალოდ ანუ იოგას რა. იოგას ირგვლივ ძალიან ბევრი თემები არის, მაგრამ ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, რით დავიწყოთ? ანუ მოდი დავიწყოთ რით, ანუ დღევანდელი კურსი მიმოვიხილოთ ჩვენი, ანუ რა ხდება ინსტრუქტორთა კურსზე, როგორ მიმდინარეობს და რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ესეც ხო მეთოდი არის, როგორ ვასწავლით ინსტრუქტორებს და მერე გადავალთ რჩევებზე მოყვარულებს რო ურჩიოთ და აუხსნათ მეთოდი მაისორის სტილი, ანუ რა არის ტრადიციული ფორმა იოგას სწავლების. ხო, მაგაზე თქვენს გაქვთ მომზადებული ინფორმაცია, ხო? ხო, მოდი თეა შენ დავიწყოთ, რომ ანუ მოდი ჯერ ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ ვინც არ გვიცნობს, რომ ჩვენ ვამზადებთ იოგას ინსტრუქტორებს 20 წლიდან, ანუ მე-5 წელი არის იოგას ინსტრუქტორებს ვამზადებთ და ყოველ ნაკადზე ვაუმჯობესებთ, ანუ ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მეთოდი. ხო, მეთოდი როგორ ვასწავლით. გულისხმობ იმას, რომ თუნდაც როგორ მოვახერხოთ, რომ იმ ვადაში მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია და პრაქტიკულად რომ შეძლონ ამის გადამუშავება და ათვისება. ხო? ეფექტურად როგორ მოხდეს ეს ყველაფერი. ხო. და ეხლა არის მე-13 ნაკადი არის იოგას ინსტრუქტორთა მე-13 ნაკადი არის.
ხანგრძლივობა მუდმივად ესე გამოდის, რომ თავიდან იყო 3 თვიანი კურსი იყო და იგულისხმებოდა, რომ ბევრი ადამიანი მაშინ უკვე მისდევდა, თქვა ზოგი წლების განმავლობაში და მათთვის ის 3 თვე, პროფესიული 3 თვე, ანუ რაც საერთაშორისო სტანდარტი არის, ანუ ეს რამე ჩვენი გამოგონილი არ არის, რომ თქვა ამერიკაშიც არის 200 საათიანი კურსი, სადაც შედის აი გადანაწილებული 12 დისციპლინა. ხო და შემდგომ უკვე მოთხოვნილება გაჩნდა იმის, რომ იმათაც გაევლოთ, ვისაც არ აქვს ესეთი ხანგრძლივი გამოცდილება. და ამიტომ საჭირო არის, რომ საჭირო იყო, რომ ეს კურსი გაგვეხანგრძლივებინა და ეხლა არის 6 თვიანი. ანუ 4 თვე სალექციო ნაწილი არის და 2 თვე სალექციო და პრაქტიკული არის, ხო, ერთად არის, თეორია პრაქტიკა ერთად არის 4 თვე და შემდეგი 2 თვე კიდე პრაქტიკა არის, ანუ 6 თვეზე არის. ეხლა ესე უფრო ინტენსიური გახდა. და არის ჩვენი კურსის, ანუ მე-12 ნაკადის მონაწილეც არის და ასე გამოდის, რომ ხო, ანუ არის მე-13-ს მონაწილეც და ხო, შენი დაკვირვება გითხრა, რა გაუმჯობესება არის, ან რა ცვლილება არის ამ კურსზე, რომ მომავალი კურსის მსმენელებსაც აინტერესებს, ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ მე-14 ნაკადიც კიდე განსხვავებული იყოს, ანუ მაგრამ ხოთია. კი ბატონო, პირველი რაც მინდა ვთქვა, წეღან რომ აღნიშნე, რომ პოდკასტი იოგას თემაზე და მინდა ვთქვა, რომ აი იმდენად ამოუწურავია მასალა, ინფორმაცია იოგას შესახებ, იოგას ისტორიის, კულტურის შესახებ, რომ ამოუწურავია ძალიან ბევრი პოდკასტი შეიძლება ამ თემაზე გაკეთდეს და საინტერესო პოდკასტები გაკეთდეს ამ თემაზე. მე თავიდან ხო აი თუნდაც პრაქტიკის თვალსაზრისით არ მეგონა თუ ამდენად ამოუწურავი შეიძლება და ყოფილიყო იოგა. ეს რაც შეეხება ან პოდკასტის ნაწილს და რაც შეეხება ჩემ კურსს და უკვე ეხლა უკვე მე-13 კურსს ხო, თავიდან მე რომ დავრეგისტრირდი, კითხვები იყო ესეთი, რომ 3 თვე რამდენად არის საკმარისი. მეც გამჩენია ეს კითხვა, სხვების განაც მომისმენია, რომ აი რამდენად რეალურად ჩემთვისაც 6 თვე იყო, ხო? ჩემთვისაც 1 თვე იყო, მით უმეტეს 6 თვე, მით უმეტეს მე მანამდე არ მქონდა პრაქტიკის გამოცდილება რა. ხო და თუნდაც 6 თვე და მეც მქონდა ეს კითხვა და ნუ კითხვას შესაბამისად პასუხი შენ გაეცი, მახსოვს, რომ აი სანამ კურსი დაიწყებოდა, მანამდე გაცნობითი შეხვედრა იყო და მაშინ ძალიან კარგად ახსენი, რატო არის დაუშვათ საკმარისი თეორიული ნაწილისთვის 3 თვე და უკვე მთლიანობაში პრაქტიკისთვის 3 თვე. ჯერ ერთი თეორიულ ნაწილს საკმაოდ ინტენსიურად გავდიოდით, ანატომიის თვალსაზრისით და არა მარტო ანატომიას, ისტორიასაც გავდიოდით და პრაქტიკულ ნაწილს რაც შეეხება ამ 6 თვეში სწავლობ იმას, შემდეგ უკვე შენ თვითონ როგორ, ანუ სწორედ როგორ უნდა აპრაქტიკო ჯერ ესეთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა. და მე უკვე ხვდები, ანუ ბაზას იღებ იმისთვის, როგორ უნდა განვითარდე მე შენ თვითონ დამოუკიდებლად უკვე. თუ სწორი ბაზა არ გაქვს, როგორ უნდა განვითარდე დამოუკიდებლად, ვერ შეიძლება რაღაც განვითარდე, მაგრამ არასწორი მიმართულებით განვითარდე. და მე ვფიქრობ, რომ სრულად საკმარისი არის 6 თვე ამისთვის. რაც უფრო მეტი უკეთესი, რა თქმა უნდა. რატო იზრდება? ნახე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერებაც იზრდება და მეტი მოთხოვნილება, ანუ მეტი მოეთხოვება იოგას ინსტრუქტორს. ჯერ ერთი ძველი იოგაც ხო არ იყო თვითონ განვითარებული და მეორე არის რაღაც ქვეყნის დონე. და მე მინდა რომ ჩვენ რომ მოვამზადებთ მომავალ ინსტრუქტორებს მომავალ ნაკადში, ისინი უფრო წინ იყვნენ რაღაც კუთხით რა, ანუ ეს ის რომ ყოველთვის კონდეს გაუმჯობესების პოტენციალი. კონკურენტუნარიანები იყვნენ. და მაგითო ახალ ნაკადს ანუ მივაწოდო ისეთი რაღაცები, რაც ანუ დააწევს ანუ ძველ კურსდამთავრებულებს და თან რა შედარება არის კუთხით ხო შეიძლება უკეთესი გამოცდილებაც გქონდეთ, ანუ რაღაც უფრო სიღრმისეული ცოდნაც გქონდეთ, ხო აი წლების განმავლობაში ეს ჩვენი კურსი, ანუ მეც გავიარე ადრე, ანუ მას შემდეგ ანუ მეც ვესწრები ხოლმე, ანუ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ დავაკვირდი ასე ვთქვათ ამ განვითარებას და
ყოველი მომდევნო ნაკადი რაღაც ახალით გამოირჩევა. ახლა ეს მე-13 ნაკადი ძალიან განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ და განსხვავებული ანატომიური საკითხების მოცულობის და თვითონ ხარისხის კუთხითაც, ანუ როგორც იყო ეს ლექციები აგებული, ანუ დიდი ლექციები იყო საკმაოდ დეტალური და ესეთი აი ეს მრავალფეროვნება, რაც იოგას ასანების მიღმა დგას, აი თითქოს მართლაც რაღაც ხორჩესხმული იყო მთლიანად ამ კურსის განმავლობაში და კიდევ ის მომეწონა ვთქვათ, ასე ვთქვათ, სიახლე რაც იყო, რომ გაყოფილი იყო კონცენტრირებულად ვთქვათ, ჯერ ანატომიაზე კონცენტრაცია და შემდგომ უკვე ეთიკის, ფილოსოფიის და ასე ვთქვათ, ისტორიის ნაწილზე კონცენტრაცია. თითქოს ეს სტუდენტებსაც დაეხმარათ, რომ უფრო აქტიურად მობილიზებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე. და ძალიან საინტერესო იყო აი ასანების პრეზენტაციები, რასაც ამზადებენ თვითონ პრაქტიკოსები. ძალიან კარგი გამოცდილება არის და რამდენიმე გამიზიარა კიდეც ამაზე, რომ მუშაობენ და მე აზიარებენ, ანუ რაღაცნაირად საკუთარ თავზე მუშაობასაც სწავლობენ და უფრო სიღრმისეულად იგებენ სხვადასხვა საკითხს, ერთმანეთს რო უზიარებენ, რაღაცნაირად ერთობლივად გროვდება ეს ცოდნა და ძალიან ბევრი უნარის, ასე ვთქვათ, დამუშავებას უწყობს ხელს ამ ეს ასანების პრეზენტაციის ნაწილი. და ხო, აი წინა კურსთან შედარებით მაგალითად დაემატა ანატომიურ ნაწილში საათები მეტი საათი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია და განსაკუთრებით მომწა ის პრეზენტაციის ნაწილი რაც ახსენე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი რო აკეთებს პრეზენტაციას კონკრეტული ასანის ყველა ისმენს და მოდი ცოტა ვცლათ რომ აღწერო რას ნიშნავს ეს პრეზენტაცია, რომ ვინც მოისმენს ასანების ანატომია იყოფა სტუდენტებზე, კონკრეტული ყველას ხდება კონკრეტული რომ რამდენიმე ასანა და შემდეგ ხდება ამ ასანების პრეზენტაცია და რა არის ხა ეს ასანების პრეზენტაცია, თითოეულ ასანას განიხილავენ ჯერ როგორ ჯდებით ასანაში, როგორ სრულდება, ზოგადი მიმოხილვა შეიძლება იყოს. გამარტივებულ ვარიანტი ასევე როგორ ხდება გამარტივება ასანის და ხდება ანატომიურად, დეტალურად გავლა თითოეული ასანის. და წაკითხვა ხო რა ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, კი, ანუ ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია წაკითხვა ის კუნთების, სახსრების მოქმედებების და ეს არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერს რო ისმენ, ძალიან ბევრ პატარა დეტალს ხსენს დამატებით რო ერთვები ხსნი ეს ყველაფერი ძალიან კარგად გავითარდები როგორც და ჩემი აზრით ან მან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ასანის ფარგლებში აკეთებენ სტუდენტები ამ პრეზენტაციას ისე ამუშავებენ და ანუ ისეთი ხარისხით მუშაობენ ამაზე რომ შემდგომ ანუ ნებისმიერი ასანა ვთქვათ რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტულ სახელმწიფოში მოცემული ან რა ვიცი რომლის შესრულება შეიძლება დაჭირდეთ და ამის შესახებ ანუ დაჭირდეთ ისეთი ინფორმაციის გააზრება, რაც საჭირო არის ანატომიური თვალსაზრისით და რაც უსაფრთხოებას ებმის, ანუ ეს მარტივდება, იმიტომ რომ სწავლობენ ფუნდამენტურად რა არის საერთო, რა განასხვავებს ერთმანეთს, აი თუნდაც კუნთების ჯგუფი, სახსრების მოქმედებები, აი ზოგადი კონცეფციები რაც არის, ამას თითოეულ ასანაზე სწავლობენ და მე შეუძლიათ თავისუფლად რა, ხო, ნებისმიერი ასე ვთქვათ, ასანა, რომელსაც წააწყდებიან, შეუძლიათ რა ძალიან მარტივად აიკითხონ და ამუშავონ და ანუ უსაფრთხოების კუთხით შეასრულონ, ისწავლონ, ასწავლონ და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ რაღაც ეფექტურად არის ათვისებული. პატარა ესე იგი კვლევასაც აკეთებენ, ხო? ენახეთ ის სახელმწიფო რის მიხედვითაც ჩვენ სწავლობთ და იქ არის მოცემული, რომ ჯერ ამდენი გუნდის დამახსოვრებაც თემა არის და საინტერესო არის რა, რო იაზრებ. მე აღმოჩნდა რომ ეს სხვა რაღაც ხდება აქ და ეს გაცილებით უფრო საინტერესო პროცესია. ეხაც დღესაც 3 საათი უსმენთ ამ პრეზენტაციებსაც ცოტა და ძალიან მალე გადის ეგ დრო. ხო. თვითონ ვინც წარადგენს იმათთვის არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მალე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის მე ანუ ხო, ანუ ჯერ 2 საათიანი ანუ პრაქტიკული ნაწილი და ანუ ესე გადამულად საკმაოდ ისეთი ინტენსიური დღე გქონდა, ხო? პოდკასტს ერთ კიდე. ხო და ეს პატარა კვლევასავით, ანუ ის რომ სტუდენტებმა ყველა ასანა უნდა შეისწავლონ, რაც მოცემული არის იმ საფეხურზე, ან კურსის ფარგლებში, ეგ ერთი არ, მაგრამ დამატებით მათ ვაძლევთ, ესე იგი 60 როგორც ჩვენთვის 3-4 ასანას, რომლის ირგვლივაც მათ უნდა გააკეთონ დამატებითი კვლევა. რომ მაგალითად იქ თუ არის აღწერილი თქვა ესა თუ ის კუნთი, უნდა შეიძლება გააკეთონ კვლევა, რომ აი ეს კუნთი რა მოძრაობასთან არის კავშირში
უსაფრთხოება უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის და ამას აზიარებენ პრეზენტაციის სახით. შეიძლება თვითონ ასანის ირგვლივ მოიძიონ ასევე თქვათ ან კვლევა, ან ისტორია და ასე შემდეგ და გაცილებით საფუძვლიანი არის. ეგ მნიშვნელოვანი განსხვავება იყო თქვენ პირველ ნაკადთან შედარებით, მაგრამ რეალურად ეგ მე შემოვიტანე თქვენთან. კი, არა, ჩვენთანაც იყო. ოღონდ არ იყო აუცილებელი, იყო საუდაბლო კომპონენტი არ იყო. ფური ხასიათი არ ქონია როგორც ამ კურსზეა და ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ასანის წაკითხვა რეალურად ხო წაკითხვა არის გააზრება. რომ დანარჩენი 200 ასანა წაკითხვა და გაიაზრო რა. კი. ანუ ესე ვაკეთებ ხოლმე ნახე აი რო თქვათ რომ მაგალითად ან ტესტირება ხო აქვს ინსტრუქტორებს და რა უნდა მოვთხოვოთ და ანუ არ შეიძლება რომ მაგალითად ინსტრუქტორს რაღაცა გარედან დაუდგინო ან მაგალითად უნდა მოსთხოვო ის რაც რეალური არის რომ იმ დროში ისწავლონ და რამდენს ასწრებს ადამიანი ეს თვითონ დასაწყისში ანუ იმ წლების წინ ჩვენ დავტესტეთ რომ აი მე რო ვასწავლე ესა მე გამოკითხვის შედეგად გავიგე რა აითვისეს ამ ვადაში. რომ ამობე რომ იოგას ინსტრუქტორი შეიძლება ანუ წლები იყოს საჭირო და რაღაც ეს კი ანუ როცა პროფესიონალიზმზე არის და დახვეწაზე საუბარი, ყველა პროფესიაში ესე არის, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ ვასწავლოთ ეფექტიანად ისეთ დროში. თუ ვინმე ამბობს რომ დაუშვათ შეუძლებელია დაუშვათ რაღაცა მოკლევა და ეს მოკლევა და არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ ვასწავლოთ. ვთქვათ, ვინც არის ის შეიძლება 20 წელი ასწავლოს და მაინც ვერ ასწავლოს, ხო? აქ თავარი ეს არის და შესაბამისად ჩვენ დავტესტეთ თვითონ ადამიანები რას ითვისებდნენ. აქედან გამოვიტანეთ დასკვნა და შემდეგ კურსს დაუდგინეთ ის სტანდარტი. შემდეგ ჩვენი თავი რო გავაუნჯობესეთ, ავწიეთ კიდე ეს სტანდარტი, რომ ანუ მოვახერხე რომ უფრო მეტი გადამეცა იმ დროში, ხო? ანუ ეს იყო. და ის სტანდარტი მუდმივად იწევდა მაღლა რომ ეს გამოტივირებს თქვათ თუ მოახერხებ იმას რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული თვითონ მონაწილეები. განსხვავება რა არის კიდე იცი წინა ჩემ კურსზე დავშვა ტესტი რომ დავწერეთ და არ ვერ მივიღე შესაბამისი რაოდენობის ქულები რამდენიც მჭირდებოდა წინა კურსზე ესე იყო რომ შეგვიძლია რომ თავიდან დაგვეწერა და ამ კურსზე თავიდან აღარ წერენ აკეთებენ პრეზენტაციას ხო ზეპირ გამოკითხვას აკეთებ იმის რაც ვერ დაწერეს და ესე ძალიან კარგია ჩემი აზრით იმიტომ რომ იმას რაც ვერ დაწერე უკეთესად იაზრებ ზეპირი გამოკითხვის დროს ხანერად კონცენტრირდები რა და ხო ეს ვარიანტიც ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესია და აი ეს პრაქტიკული სემინარები არის ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილი ამ კურსის, რაც არის, არ ვიცი, ჩემთვის პირადად ეფექტურად ავსებ ზუსტად იმ ანატომიის ნაწილს, ანუ რაღაცა ძალიან ისეთი ჰარმონიულად ჩემი აზრით ერთიანობას ქმნის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რომელსაც იღებენ და ამუშავებენ, ის პრაქტიკული სემინარები რაღაც დიდ საკმაოდ ისეთ ნაყოფიერ პროდუქტს შეიძლება ხა ცუდად დავარქვი, მაგრამ მაგას ქმნის, რომელსაც ადგება თან ჩვენ მუდმივად გვიზიარებენ ჩვენი კურსის წევრები თავიანთ მოსაზრებას და ალბათ ის რომ რაღაცები უმჯობესდება, მაგითაც არის გამოწვეული, რომ გვიზიარებენ, ანუ გვეუბნებიან, ანუ გვაძლევენ უკავშირს და ამაზე დაფუძნებით შეგვიძლია რომ ჩვენ თქვათ, რომ ეს მუშაობს, ეს კარგია, ანუ ეს ეფექტური არის და ანუ ვითვალისწინებთ ხოლმე შემდეგ კურსებსაც. ზოგადად რა არის პრაქტიკული სემინარები, მე მგონი შენ რო ახსნა, ხო რა ხო, ანუ პრაქტიკული სემინარები, ან ნახეთ არის თეორიული ნაწილი და არის პრაქტიკული ნაწილი და ანუ ცალკე ასწავლი ლექციაზე თეორიას, ცალკე პრაქტიკას და პრაქტიკული სემინარი ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ თან პრაქტიკა არის ოღონდ ძალიან ნელა კეთდება ეს ყველაფერი, რომ თეორიის გააზრება მოხდეს რა. ანუ ჩვენ უფრო გქონდა როგორი იცი, რომ მსგავსი რა თქმა უნდა გქონდა. კი, წინა კურსებზეც ყოფილა კი. გქონდა, მაგრამ ეხლა უფრო რაღაცნაირად შევანელეთ, ანუ ის პროცესი, რომ ერთმანეთს დავამთხვიოთ თეორია და პრაქტიკა რა. რომ მეც ან ბევრნაირად ვცდილობდი, რომ ასე ხوارჯობია, იმიტომ რომ ეს ამას სჭირდება, ანუ სერიოზული მეთოდი რა და მე ესეთ რაღაცა მაქვს ხოლმე ერთ ჯგუფთან ჯერ შემომაქვს უბრალოდ სატესტოთ რაღაცები, ანუ ეს ვიცით რომ აუცილებელია, მაგრამ მოდი სატესტოთ წამომხევი თამაში, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ასე ხوارჯობია. და მე რო ხედავ თან
ვიღებ გამოცდილებას ზოგადად როგორ ხდება სწავლება, თქვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებს სხვადასხვა სივრცეებში რა. ხო და მე შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ჩვენთან ანუ ეხლა როგორც არის კურსი, აი ნებისმიერი ქვეყანა შეგვიძლია რომ შევედაროთ. აი ვინც ნამყოფი არის სხვაგან და აი გულწრფელად შეგიძლიათ რომ თქვენი გამოხმაურება დაწეროთ და ანუ შეადაროთ რომ ამ თვეების განმავლობაში ამ კურსზე რასაც იღებთ და სხვა გამოცდილებაც გქონიათ რომ შეადაროთ, იმიტომ რომ ერთი არის რომ კიდე ჩვენი მიდგომა ის არის რომ ჩვენ ვასწავლით ტრადიციულს, მაგრამ ფილტრავთ ინფორმაციას, რომ არ გაიპაროს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის სამეცნიეროდ გადამოწმებული. თან იმას კი არ გულისხმობთ აუცილებლად რაღაც ლაბორატორიაში ან რაღაც, თუმცა ჩვენს გამოცდილებაში უნდა იყოს დადასტურებული. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით, რომ ამ ორივე მხარეს, ასე ვთქვათ, ვაჩვენებთ და ორივე მხარეს ვაზიარებთ. ხო, ანუ რა იყო ვთქვათ ტრადიციულად რა ინფორმაციებს ხვდებით და რა მოსაზრებებს ხვდებით, თუნდაც კონკრეტულ ასანაზე, თუნდაც სარგებლიანობის კუთხით არის უფრო ხშირად ეს ინფორმაციები და ანუ თანამედროვე მედიცინაში, თანამედროვე იოგა, ანატომიაში დაგროვებული ცოდნა, ჩვენ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა, რაღაცნაირად ორივე თითქოს ერთმანეთის პარალელურად ამას სწავლობენ, განიხილავენ, ამაზე ხდება რეფლექსია და ეს ძალიან საინტერესო არის, ესე თალსახად არაფერს ესე პირდაპირ არ ამტკიცებენ, ასე ვთქვათ, და არ აზიარებენ ჩვენი სტუდენტები, რაღაცნაირად რეფლექსიის მომენტი და ამის ამოცნობის, ამოკითხვის და გაანალიზების მომენტს დიდ ყურადღებას აქცევენ უკვე აი პრეზენტაციებშიც ჩანს. და განსხვავება კიდე რა იყო ამ პრაქტიკულ სემინარებზე ქონდათ გოგოებს იმის საშუალება რომ აი რამდენჯერმე ჩაეტარებთ თვითონ ინსტრუქტაჟი წაეყვანათ რამდენჯერმე და ანუ მანამდე სანამ დაუშვათ თავიდან ბოლომდე გაკვეთილს ჩაატარებდნენ და თუნდაც მარტო მზის მისალმება გაევლოთ, მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილებისთვის უკვე სხვანაირად ანუ რაღაცნაირად ითამამე მოყვება მე უკვე გაკვეთილისთვის რა თუნდაც ერთი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ მე უკვე გაკვეთილი ჩაატარო. და ესე იგი მივუახლოვდეთ ახლა თვითონ მეთოდის თემას, აი რაც მომხმარულებისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს და ჩვენი კურსის წევრები, მონაწილეების, ჩვენი მოსწავლეებისთვის რა ანუ ახლა იოგა მაინც სპეციფიკური რაღაც არის, ეს არ არის პოლიტიკა, რომ თქვათ ყველა მეტნაკლებად თქვათ ჩართული იყოს და ხო ესე იგი მეთოდი არის აშტანგა ვინიასა იოგა. ეს არის ჩარჩო. ანუ რას ნიშნავს? ეს არის 200 ასანა, დაახლოებით 200 ასანა, დალაგებული თანმიმდევრობით, საფეხურებად და თანმიმდევრობით და საფეხურებად. ანუ მნიშვნელოვანი არის, ესე იგი, რომ რაღაცას ვითვისებთ, ანუ იოგას ასანებს ვითვისებთ, რომ იყოს რაღაც სისტემა და თანმიმდევრობა. ანუ მეთოდი. რას ვსწავლობთ და როგორ ვსწავლობთ. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აშტანგა იოგას ჩვენ მოდერნიზება გაუკეთეთ იოგა ანატომიით შევავსეთ. ეს არის მნიშვნელოვანი რაღაც. და აი ამ მეთოდზე კონცენტრირდით და კიდე ერთი განსხვავება, ანუ იმ ნაკადს, მე-12 ნაკადს არ ქონდა მაისორის ფორმა. ხო, ეგ უნდა მეთქვა. ჩვენი ანუ დღევანდელი თემა არის, რაზეც უფრო ცლად ვისაუბრებთ. ამ კურსის სტუდენტები რო იყვნენ მაისორზე ახთოვანებული ხო ან ძალიან ახთოვანებულები იყვნენ მაისორით რომ ხო ძალიან კარგი რაღაცა არის რომ მეტი კონცენტრაციით არის ამ კურსზე მაისორი და თითქმის ყველა სტუდენტი არის ჩართული ამ მაისორის გაკვეთილებზე ეს ნაკადი ძალიან მომწონს იმიტომ რომ მაგრა აითვის ეს ანუ ჩვენც რაღაც ენერგიით მიუდექით სხვანაირით და ანუ ფაქტობრივად ანუ მაისორის გაკვეთილი შედგა ახლა ავხსნათ ანუ რა არის პირველ რიგში მაისორით დავიწყოთ. ანუ ზოგადად დავიწყოთ უბრალოდ იმით, რომ მაგალითად შენ თუ მიდიხარ იოგას გაკვეთილზე და არიცი იქ რა პროგრამა იქნება, რა მეთოდი იქნება. ჩათვალე რომ უბრალოდ სისულელეს აკეთებ რა. უბრალოდ რისკავ, რომ რაღაცა ისეთი რაღაც გააკეთო, რაც არ იქნება ან სწორი, ან უბრალოდ არიცი სად მიდიხარ. აი როცა წერია რომ იოგას გაკვეთილი. ეგ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ.
აბსოლუტურად არაფერს ანიშნავს. ანუ შენ რო ხვებოდი აი კი, ანუ ჯერ ერთი რამდენიმე დღეს წინ ვესაუბრებოდი ერთ ჩემს მეგობარს და მან თქვა რომ რამდენ ადგილსაც არ ყოფილვარ რომ ესე სისტემურად არსად არ არის. სისტემურად არსად არ ავარჯიშებენ. მე თვითონ რა გამოცდილებაც მაქვს, სადაც ვივარჯიშენ ცოტა ხანი ძალიან. ანუ ყოველ დღე როგორ ხასიათზე, ყოველ დღე არა, კვირაში 4 დღე რამდენჯერაც ვარჯიშობდი, როგორ ხასიათზეც მოვიდოდა ინსტრუქტორი, ანუ იმის მიხედვით და იმ თანმიმდევრობით ვაკეთებდით ასანებს. რამდენიმე ასანა გამიკეთებია ისეთი რთული ასანა, რომელიც დაუშვათ ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე და რომელიც უნდა გააკეთო გახურებულ სხეულზე და არ უნდა გააკეთო დაუშვათ დასწრეში, უნდა გააკეთო შესაბამის თანამიმდევრობა და დრო. კი, აუცილებლად. და ხო ანუ აი ესეთი სხვა მეგობრისგანაც მომისმენია ზუსტად იგივე რომ აი დაუშვათ ასანის ერთ-ერთი ასანის დროს რომ დავიდგინე დაუშვათ მხარი მაგრამ ინსტრუქტორმა ცა ოკეია გააგრძელე ხო ან იმას მივხვდი რომ ძალიან პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება ვარჯიშის დროს და პირადად ჩემთვის სხვა გამოცდილებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ძალიან მომეწონა თანმიმდევრობა და მომეწონა სისტემა. ის რომ მე რომ მივდივარ, ზუსტად ვიცი რა უნდა ვივარჯიშო იმ დღეს და როგორი თანმიმდევრობით უნდა ვივარჯიშო. ხო. ხო, ეგ არის, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ესე იგი ინსტრუქტორი თუ ერთ დღეს რაღაცა პროგრამით რაღაც თანმიმდევრობას ატარებს, თანმიმდევრობით ატარებს გაკვეთილს, ასანებს, ვარჯიშებს, მეორე დღეს აღარ ახსოვს რა გააკეთებინა. იმიტომ რომ იმ მომენტში რაც ახსენდება უბრალოდ იმას აკეთებინებს და მნიშვნელოვანი რა არის იცი რომ აი განსაკუთრებით მაისორზე რომ საჭირო არის რომ რაღაცა ერთგვაროვანი მეთოდის გამეორება. აი რაღაცას რო აკეთებ, ანუ მუსიკაშიც ეგრე არის რომ ერთი და იგივე ნაწარმოები უნდა დაუკრა სანამ სრულყოფილებამდე არ მიიყვან. და ასანებზეც ასე არის, იმიტომ რომ მუდმივად რაღაც გადართვას აკეთებ და არც იცი ამის შემდეგ ამას რატო აკეთებ, მე რატო შეგიცვალა, არ იმუშავა იმ მეთოდმა და იმითო შეგიცვალა, თუ უკეთესი რამე მოიფიქრა 4 შაბათს ინსტრუქტორმა. აი უბრალოდ ამას თუ არ აქვს რაიმე ესეთი საფუძველი, მაშინ ინსტრუქტორი საერთოდ რა საჭირო არის. დებით ეს ხო ძალიან ელემენტარული რაღაც არის. ჩვენ რო ინსტრუქტორებს ვამზადებთ, იმას ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენ გასწავლით არა მარტო ასანებს, არამედ გასწავლით თანმიმდევრობას. თანმიმდევრობა არის აუცილებლად მოცემული, თუნდაც მე-20 საუკუნის ინდოელი მაგას ხო მასწავლებლები, რაზეც ჩვენ უფრო ცლად ვისაუბრებთ, რომ ადამიანი თან მით უმეტეს აქ ხო ინდივიდები არ ვარჯიშობენ მარტო, ეს არის მასობრივი, ანუ უნდა იყოს პროგრამა უნივერსალური მეთოდი უნდა იყოს, ისეთი რაც მეტნაკლებად დამწყებისთვის მისაღები არის, ხო? და პირდაპირ შენ თუ უბრალოდ რაღაცებს აკეთებინებ, ან რაღაცა იქ TikTok-ზე პოზა ნახე, მე რაღაცა ხო ინსტაგრამული ასანები. ხო, ანუ რაღაცა პოზა ამის შემდეგ ეს რატო აკეთებინებ, ანუ უბრალოდ მომწონს ეს და ვაკეთებინებ, ხო? ყველაფერს აქვს მეთოდი, თქვა, არის როგორ ვისწავლოთ, თქვა, უცხო ენა. არის მეთოდები, რომ თქვა, ყველაზე თქვა, კარგი მეთოდი არის იმ ქვეყანაში ჩადიხარ და რომ ისმენ პირდაპირ გამზადებულ ფრაზებს ისმენ და კონტექსტსაც ხვდები, რომ მაგალითად თქვა, აეროპორტში რომ ვიღაცა ეუბნება, ვიღაცას მიმართავს, თქვა, ან თუნდაც მაღაზიაში შენ პირდაპირ ისმენ იმ ფრაზას უკვე აწყობილ წინადადებას და თან ხვდები რა კონტექსტში, რა გარემოში გამოიყენება. და ყველაზე ადვილი იმიტომ არის, რომ შენ ცალკე სიტყვა შეიძლება ისწავლო, მაგრამ არ იცოდე სად გამოიყენო. ან მაგალითად რა ასაკობრივ თქვათ კატეგორია უფრო ხმარობს, თქვათ ჟარგონიარი თუ აკადემიური ფორმა არის. როგორი პირდაპირ ანუ ფრაზა არის უკვე აწყობილი, ასე თქვათ, პირდაპირ გამზადებული პატერნი, როგორც ენა და ესევე არის ასანები, რომ ასანებს აქვს უკვე დამუშავებული იოგას ოსტატების მიერ პატერნები, რომლებიც განა არ შეიძლება რომ შეიცვალოს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც შენ ეს აითვისე უკვე, მაგალითად რაღაც მეთოდით ენა ისწავლე და მე შენ უკვე რომ იაზრებ გრამატიკაც რო ისწავლე,
მერე შეგიძლია ინტერპრეტაციას ეწია. შენ თვითონ შეიძლება გამოიგონო სიტყვა. ხო, ანუ გამოიგონო ფრაზა ისეთი, რომ შექმნა. რაღაც ანბანივით გამოდის ანუ ეს სისტემა, რომელიც არის რაღაც საფუძველი მთელი ცხოვრებისეული გამოცდილების და შემდგომ შეგიძლია, როდესაც ამას კარგად დაეუფლები, გაითავისებ თავიდან ბოლომდე, შემდგომ შეგიძლია, რომ ასე ვთქვათ, ამის ინტერპრეტაციები გააკეთო, ხო? ანუ რაღაც შეცვალო, არ ვიცი, მოირგო. თან ალბათ სიცოცხლის უცოდნა გჭირდება, რომ აი რაღაცა კონკრეტული ასანა, რომელიც უნდა იცოდე, რომ დავუშვათ აი ამასანის მერე ან მანამდე არაფრით არ შეიძლება გაკეთო თუ სხეულისთვის უბრალოდ, ხო, შენ ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ხო, აი ძალიან საინტერესო არის ის ლოგიკა, ანუ ის ლოგიკა და ის ანუ შინაარსი, რომლის მიხედვითაც ეს ასე ვთქვათ ბლოკები არის ერთმანეთზე გადაბმული და ანუ უკვე გამოცდილი და აგებული, ხო, აშენებული, ანუ ეს რომელზეც აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ანუ ამაზე იმუშავეს, შექმნეს ეს დაარსეს, იკვლიეს, გააზიარეს და ანუ ეს არის ტრადიციული მეთოდი, რომლითაც დღესაც მთელ მსოფლიოში წლობით აპრაქტიკებენ ამ მეთოდს და წლობით მიყვებიან და ანუ რაღაცა მუდმივობა გახდა ეს ყველაფერი. როდესაც ვიღაცა ამოსვაი მე იოგაზე დავდივარ და რა სახის იოგაზე დავდიხარ? ხათხა ეს ხათხაც ძალიან ზოგადი ეს არ არის მეთოდი არ არის. ხათხა იოგა არ არის არანაირი მეთოდი არ შეესაბამება. არავითარი მეთოდი ეგ არ არის. ეს იგივე არის რომ მუსიკაზე დავდივარ, მაგრამ ანუ არ იყოს კლასიკაზე დავდიხარ თუ რაზე დავდიხარ. ანუ ეს ხო მნიშვნელოვანი არის, ანუ იქ ჟანრები და ქვეჟანრები და ასე შემდეგ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. აი მარტივი მაგალითი ხო რა უფრო გასაგები რო იყოს, რომ მაგალითად თქვა აკეთებ უკანზნეკებს, ხო? უკანზნეკი დაკავშირებული არის ასევე ფეხებთანაც. ანუ ფეხების არასაკმარისი მოქნილობა ზედმეტად ტვირთავს წელს. ასანები მაგალითად უნდა იყოს დაალაგებული იმის მიხედვით, რომ დამუშავდეს ჯერ 4 კუნთები იმისთვის, რომ შემდგომ ინტენსიურ უკანზნეკში წელზე გადანაწილდეს დატვირთვა, ხო? ეს უბრალოდ ერთ-ერთი კომპონენტი არის. რა ლოგიკითაც, ანუ შეიძლება ჯერ ეს ასანა გააკეთო და მერე ეს ასანა გააკეთო, ხო? ან მაგალითად დაუშვათ, გახურება და ის რომ მნიშვნელოვანი არის და თანამდებობა თვითონ ინტენსივობაში ეს ისედაც ცხადი არის, ხო? და გარდა ამისა არის ძალიან ისე თქვათ მნიშვნელოვანი ურთიერთდაკავშირებული პოზები. ანუ ზოგ შემთხვევაში ეს ანუ დიზაინერული გადაწყვეტაც არის. ანუ გულისხმობ, რომ მაგალითად თუ მუშაობ პრონულ მდგომარეობაში, მე სუპინურში გადახვიდე, გადმოხვიდე, ანუ ეს საერთოდ აზრს კარგავს. ხო, ანუ აი რატო? ამის შემდეგ რატო გადახვედი და მე ისე რატო დაბრუნდი, ხო? უბრალოდ ეს არის ძალიან ზედაპირულობა და მე ასე ვთქვათ ძალიან მომწონს რომ ბევრი მოყვარული მისდევს, ბევრი რაღაცების მიხედვით ვარჯიშობს და ასე შემდეგ და რაღაცა, მაგრამ ეხლა მინდა რომ უფრო მეტ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება. თან როგორ არის იცი რომ ყველა ქვეყანაში არის რაღაცა დონე ცნობიერების, ანუ ასე ვთქვათ, აი ვიღაცა რო იტყვის რომ მოდი იოგაზე წავიდეთ, ის ეკითხება რომ რა სახის იოგა არის, რა მეთოდია საერთოდ. ანუ მარტო იმის მიხედვით რომ აი უბრალოდ ხო წავედი და მომეწონა და რაღაცა, ხო? ეგ არ არის უბრალოდ არანაირად საკმარისი. ანუ საჭირო არის ანუ ვინ შექმნა ეს მეთოდი? ანუ რამდენად გამოცდილია, რამდენად მასობრივად არის გავრცელებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო. მაინსორზე მაგალითად ინფორმაცია მე როგორც მივხვდი არ არსებობს, ბევრმა არ იცის ჩვენ ქვეყანაში რა არის მაისორი, იმიტომ რომ ხა რამდენჯერმე სტორი რო დავდე მაისორის გაკვეთილის, კითხვა გაჩნდა ჩემ მეგობრებში ესეთი, რომ უიგ რაღაც ახალი მეთოდია, ეხლა მოიგონე, ეხლა ისქნა ეს და სიამდვილეში ეს არ არის, ხო ესე და მე ვასწავლი 2013 წლიდან, ანუ 12 წელია ვასწავლი ამ მეთოდს რაღაც პერიოდულობით, ანუ და მოდი ვთქვათ ესე იგი, ანუ აშტანგა იოგა არის, აშტანგა ვინიასა იოგა არის. ხო, არის იოგას მეთოდი, რომელიც მოდის ინდოეთიდან, ქალაქ მაისორიდან. ხო,
ქალაქ მაისორიდან. ესე იგი, რომელსაც მართავდნენ, ესე იგი, რა გვარები იყვნენ, ახლავე გავიხსენებ, დინასტია იყო, რომელიც ამ ქალაქს მართავდა. და იყო ესეთი მართველი კრიშნარაჯა ვაიდარ მეოთხე, ხო, ვაიდარების დინასტია მართავდა 1902 წელს, ასე ვთქვათ, გახდა მართველი ეს კრიშნარაჯა ვაიდარ მეოთხე და ზუსტად მისი მმართველობის პერიოდში გამოჩნდა კრიშნამაჩარია, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ამ მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბაბუა, დიდი ბაბუა, იოგას მასწავლებელი. და ამ მასწავლებელს ყავდა კიდევ რამდენიმე მოსწავლე. მათ შორის იყვნენ აიანგარი და პატაბი ჯოისი და პატაბი ჯოისი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იოგას მასწავლებელი, რომელმაც ზუსტად ეს აშთანგა ვინიასა იოგა დააფუძნა, გაავრცელა, ასე ვთქვათ, როგორც გაავრცელა დასავლეთში და მაისორშიც შექმნა კვლევითი ინსტიტუტი. მან შექმნა პირველმა ეს რაღაც ფორმალიზებული სისტემა მეთოდის სახით, ჩამოაყალიბა, კი, იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ ხვდებით მთელ მსოფლიოში. ამ წარმოდგენა რო კონდეს, რომ ისე რომ ყველა ინდოელმა იოგა იცის, ეგრე კი არ არის, ანუ რამდენიმე ინდოელს აქვს წვლილი მსოფლიოში იოგას ასანებზე ორიენტირებული პოსტურალური იოგას გავრცელებაზე. რო ჩამოვთვალოთ, ყველაზე დიდი არის ანუ პატაფი ჯოისის წვლილი, აშთანგა იოგა, მან გაუკეთა ფორმალიზება და სისტემატიზება ამ ყველაფერს და დასავლეთში გავრცელა, თუნდაც ავსტრალიაშიც გავრცელდა და ყველგან გავრცელდა. აიანგარი, რომელიც იგივე სკოლიდან მოდის, თვითონ კრიშნამაჩარიას შვილი დესიკაჩარი, რომელიც შედარებით ნაკლებად კიდე იყვნენ ტირენდა ბრამაჩარი და ანუ სხვები, მაგრამ დანარჩენის წვლილი არის ძალიან ცოტა. ანუ ის ვარჯიშების იოგა, ანუ ასანების პოსტურალური იოგა, რომელზეც საუბრობთ, ანუ ეს მეთოდი ინდოეთში, ანუ მაისორში ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ხო? ხო შეგვიძლია რა ასე ვთქვათ, დაახლოებით ეს პერიოდი არის. და მარკ სინგლტონს აქვს ესეთი კვლევა, ანუ ამ ზოგადად პოსტურალური იოგას შესახებ და ანუ იქ საუბრობს ეს რაღაცაზე, ეს რომ ეს პოსტურალური იოგა რაც ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში, ამაზე იყო ასევე ევროპული ტანვარჯიშის გავლენა. ანუ აი ამის შესახებ რაღაც კონკრეტულ კვლევებს ეყრდნობა, რომ ეს კომპონენტები, ვთქვათ, რომელიც ეს დინამიურობა და ეს ფეხზე დამდგარი ასანები, ვთქვათ, პრონული, სუპინური ასანები, ანუ არის ასევე ამ ევროპული ტანვარჯიშის გავლენით შექმნილი სისტემები, რომლებიც აი ზუსტად იმ ჭიდაობაც ხო, რომელიც ზუსტად იმ სპარსული და ინდური ჭიდაობა. იმ ფიგურების გავლენით იქნა ინტეგრირებული და რაღაც სინთეზირებული იმ სისტემებში, რომელიც დღესაც არის ცნობილი და დღეს ჩვენც ვასწავლეთ ამ. მე ანუ რა მოხდა, იცი რომ ამ პატაფი ჯოისის მოსწავლეებმა ზოგიერთმა შექმნა თავისი სკოლა. ეხლა ხო და შემდეგ რა გამოდის, რომ ყველა ცდილობს რომ თავისი ბრენდი დაარეკლამოს და ზოგიერთი თავის მასწავლებელს უკვე აღარ ახსენებს. ხები რა სიტუაცია? ხო, ეს საინტერესო ფენომენი. ხო, აღარ აწყობთ, რომ ეს ისტორიები გავრცელდეს რეალურად. ექსკლუზიურობის მომენტისთვის თუ რისთვის შეიძლება იყოს ეს? ხო, იმიტომ რომ მაშინ უნდა თქვა, რომ ეს აქედან მოდის და რაღაცაერად გამოდის, რომ ანუ აკოპირებ თუ რას? არა, აკოპირებ, მაგრამ მაშინ შეიძლება ვიღაცა დაინტერესდეს არა ამ მეთოდით, არა შენი მეთოდით, არამედ იმ მეთოდით. ანუ მაგალითად power yoga თქვათ. ვიღაცა აშთანგა იოგას მიმდევარმა დაარქვა დაუშვათ power yoga. ვიღაცა ახსენებს, რომ კი თქვა ჩემი მასწავლებელი ეს იყო, მაგრამ ბევრი მე ანუ ამ ისტორიას აღარ ახსენებს რა. საერთოდ ეგ ასევე არის პრობლემატური რაღაცა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ანუ მასწავლებელს მე აღარ ახსენებენ და რა გამოდის ისე, რომ აი თითქოს აი არავინ არ ყოფილა რა აქამდე და რაღაცა მე თვითონ რაღაცას მივაგენი რა. ხო, იმას კი ვერ ხვდები, რომ ამით პირიქით თავიანთვის პატივი არის, რომ შენი მასწავლებელი ამდენად ძლიერი გავლენიანი ადამიანი იყო, ანუ კრიშნამაჩარია, ანუ სანსკრიტის
ხო, რაღაც ხარისხებიც ქონდა ხო, რაღაც სამეცნიერო, ან როგორ გავეცანი. ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ესე არის ბიოგრაფიაში, ანუ ძალიან სწავლული პიროვნების ხო. ანუ თუნდაც მისი წვლილი იმაში, რომ თქვა, აი ჯანმრთელობის თვალსაზრისით იმ დროს რა სტანდარტიც იყო, იმ სტანდარტებს აკმაყოფილებდა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა, ხო? ანუ ისტორია ხო ეგრევე არ იქნება, რომ რაღაცა 21 საუკუნის მედიცინას ხო ვერ დაეწეოდა ეგრევე, ანუ ვერ გადაახტებოდა იმ დროს, ანუ იმ დროისთვის, ანუ ეგ იყო, ან მოცინავე ფორმა, მოცინავე მეთოდები იმისთვის, რომ ადამიანი გაჯანსაღებულიყო. ხო, ანუ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კომპონენტი, მათ შორის, ანუ ზუსტად ამ სახელებს უკავშირდება, ხო, როდესაც შემოდის, ანუ იოგაში და იოგას პრაქტიკის. ხო. შეიძლება ანუ ყველას კონდეს რაღაცა, ანუ მინუსი და თუნდაც პიროვნული ფორმითაც ხო არის, რომ თქვათ, ყველა ადამიანის რაღაც ცხოვრებაში შეიძლება გამონახო რაღაც ისეთი ნაკლი, რის გამოც ადამიანს გააკრიტიკებ. თქვათ ეს ამ გურუებს შეიძლება თქვათ რაღაცები გამოუნახო, რომ აი მაგალითად თქვათ რაღაც ეს თვისება ქონდა, ის თვისება ქონდა, მაგრამ ეს არ აბათილებს მათ კონტრიბუციას და წვლილს, ანუ იოგას ასანების განვითარებაში. და მეთოდის და სისტემის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხო, ანუ ბიქრამი, ანუ მაგას ანუ ეხლა არ განვიხილავთ, ანუ იმიტომ ეს ისიც მეთოდია, ანუ 26 ასანის თანმიმდევრობა არის, ანუ მაგრამ ანუ ეს მეთოდი არ არის ჯერ ერთი იმდენად ანატომიაზე, სწორად ანატომიაზე დაფუძნებული და პრობლემა რა არის, იცი რომ მე ესე ვუხურებ რეალურად პროგრესიც ეს ეხება რომ შენ ჯერ უნდა შეისწავლო ტრადიციული, კარგად უნდა დაამუშავო და მერე შეგიძლია წინ წახვიდე. და არა ისე რომ აი მე რაღაცა მეთოდი გამოვიგონე, რაღაცა დამესიზმრა და ამით წავედი წინ. ანუ ესე უბრალოდ არ არსებობს რა. სხვაებით შეიძლება იყვნენ, რომლებსაც რა თქმა უნდა აქვთ კონტრიბუცია, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ანუ ძირითად ფიზიკური იოგას ხაზზე ახლა ამ მეთოდზე და ანუ მეთოდზე. თვითონ გაკვეთილზე რა ხდება? მაგაზე ხო არ ვისაუბროთ, ხო, რაში მდგომარეობს, ხო, აი როგორ შეიძლება რომ მოვემზადოთ მაისორის გაკვეთილ. რას უნდა ველოდეთ, ხო, უშუალოდ ეს მაგაზე რო ვისაუბროთ. რომ მივდივართ გაკვეთილზე. პირველი ის რომ რაღაც კონკრეტული დრო აქვს მაისორის გაკვეთილს, რაღაც დროითი ჩარჩო და ამ დროითი ჩარჩოს განმავლობაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩვენ რომ მივიდეთ. და უნდა გავთვალოთ ის დრო, რა დროითაც გვინდა რომ ვივარჯიშოთ, ასე ვთქვათ. მაგალითად ვთქვათ დილის 6-დან 10 საათამდე. 10 საათამდე, ხო. გვხდება მასწავლებელი ან მასწავლებლები რომლებიც მისვლისთანავე გვაძლევენ გარკვეულ ასანებს, ანუ გარკვეულ პროგრამას, რომელზეც ვიწყებთ ჩვენ მუშაობას. და ამ პროგრამის ათვისებისთანავე ეს პროგრამა, ასე ვთქვათ, ვითარდება და ემატება და ასე ვთქვათ, დიდდება. ხო, აი რაღაც ესეც აუცილებლად აშთანგა იოგას, ხო და თან გაჩნია რა დონის პრაქტიკოსი ვართ, იმის მიხედვით მიმდინარეობს მე უკვე ჩვენი მაისორის მასწავლებელი ყველას აძლევს ასანებს გარკვეული თანმიმდევრობით, რომელიც ანუ სტანდარტიზირებული არის. ამის შემდეგ ეს არის, ამის შემდეგ ეს არის და მოსწავლემ უნდა დაიმახსოვროს ის რაც მისცა. აი დამახსოვრების მომენტი, ხო, აი მაგალითად შეიძლება გაჩნდეს კითხვა რა საჭირო არის, რომ დავიმახსოვრო, ან რატომ უნდა დავიმახსოვრო, რა სარგებელი აქვს ამას, რომ დავიმახსოვრო. ან დამახსოვრება გარკვეულწილად გონების კონცენტრაციასაც მოიცავს, ან დღეს რასაც ვსაუბრობდით პრეზენტაციის და სალექციო ფორმატში, ან მეხსიერებისთვისაც კარგი არის, ანუ ეს რომ ჩვენ ვიმახსოვროთ კონკრეტულ ასანებს. და თან ეს ცოდნა ჩვენში რჩება რაღაცნაირად, ანუ შეგვიძლია რომ ჩვენ ეს ცოდნა თანამიმდევრობა შესრულების ტექნიკაც მუდმივად გქონდეს და ანუ ყურადღება რაღაცნაირად ჩვენს შიგნით არის მიმართული და ამას რაღაცნაირად უფრო კონცენტრირებულად ვაკეთებთ, აი თქვათ შედარებით სინქრონულ ჯგუფებში, როდესაც ყურადღება არის მიმართული უფრო გარეთ, აი მასწავლებლის ინსტრუქტაჟზე, მასწავლებლის ასე ვთქვათ შეხსენებაზე და აი უფრო მეტად ველოდებით ამ ინსტრუქტაჟს.
და როცა მაისორზე ვართ, უფრო მეტად კონცენტრირებული ვართ შინაგან. ხო, და პასუხისგებლობის მომენტიც არის, ანუ უფრო მეტად პასუხისგებელი ხარ შენ თავის წინაშე, შენ თვითონ რა, როგორ მიყვებით ან მიმდევრობას და ხო, მაისორის ფორმატი ასე ჩამოყალიბდა, რომ ქალაქ მაისორში, სადაც პატაფი ჯოისი ასწავლიდა, მისი მოსწავლეები უმეტესად იყვნენ დასავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ჩადიოდნენ ძირითადად სეზონურად. რჩებოდნენ თქვა 2 თვე, 3 თვე. შემდეგ ბრუნდებოდნენ თქვა ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში და ის რასაც ასწავლიდა პატაფი ჯოისი ამ თვეების განმავლობაში ზუსტად იმასანებს, ზუსტად იმ თანმიმდევრობით ამუშავებდნენ დამოუკიდებლად. შემდგომ ისევ რომ ჩადიოდნენ, აი დავუშვათ აქამდე დაამუშავე, ხო? და ჯოისი უმატებდა სხვადასხვა ასანებს დაუმატებდა, ან შეუცვლიდა საფეხურს. ანუ სან სირთულეს. აი ეს სირთულეებიც რა თქმა უნდა განსაზღვრული არის. და თვითონ გაკვეთილის დროს, ანუ შენ წინასწარ იცი რას აკეთებ და როგორ გადაანაწილოთ, ანუ ძალისხმევა. ხო, რატო არის კარგი? იმიტომ რომ ერთი აღარ გიწევს ფიქრი იმაზე, რომ აი რა უნდა გავაკეთო, ანუ გაქვს პირდაპირ გამზადებული პროგრამა. თან დამწყებისთვის ეს კარგია, იმიტომ რომ შენ არ ხარ რაღაცა ესეთი ძიებაში, აი უი ეხლა რა გავაკეთო, ეს გამზადებული გამოცდილი პროგრამა არის. ჩაგეკითხები მაშინ იქ დამწყები რადგან ახსენე, იმიტომ რომ მახსოვს რომ ლექციაზეც იკითხეს, საერთოდ დამწყები რო პირველად რომ მივიდე იოგაზე, არაფერი არ ვიცი იოგას შესახებ, რა ჯობია რომ მივიდე სინქრონულ ჯგუფში თუ მივიდე პირდაპირ მაისორზე. ხო, ანუ მაისორი არის ასინქრონული ჯგუფი, მოდი ესეც. ასინქრონული გაკვეთილი არის და არის სინქრონული. ანუ სინქრონული გაკვეთილი რას ნიშნავს, რომ მასწავლებელი ერთდროულად ყველას აძლევს ინსტრუქტორს, ავწიოთ ხელები შესუნთქვა, სამასწრითი, მე ამოსუნთქვა და ახლა უტანასანა, შესუნთქვა გადავედით აქ და ყველა სინქრონულად აკეთებს ერთი და იგივეს. და ტემპით სუნთქვის და მოძრაობის არის ყველასთვის ერთი და იგივე, ანუ საშუალო ეს განასხვავებს, ანუ მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს. მაისორის გაკვეთილი ასეთია, რომ წარმოვიდგინოთ, რომ თქვა დილის 6 საათია, მოდის მოსწავლე და ვთქვათ ახალია საერთოდ. დაველაპარაკებით, ანუ კითხავ, თუ რამე მნიშვნელოვანი არის, რომ მითხრას შემთხვევების ვეუბნები, რომ თუ თვლი რომ რამე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე, რომ გავითვალისწინო და უკვე რომ კონტაქტში რომ შევალ უკვე ენერგეტიკულად მე ვაწყებინებ, თქვათ, თანმიმდევრობას ვაძლევ და მე უხსნი იმას ნელა. და ეხლა ვუხურებ, ანუ ერთ-ერთზე. ვუხურებ, რომ ეხლა გააკეთე, თქვათ, ეს სურე ნამასკარ, გავაკეთებინებ და ვეუბნები, რომ მოდი ეს გაიმეორე 5-ჯერ. თან ვაკვირდები და ვუსწორებ. ანუ ერთ-ერთზე ვარ მუშაობ, მაგრამ ამ დროს თქვათ 7-7 წუთზე მოდის სხვა მოსწავლე. ანუ რადგან 6 საათიდან 10 საათამდე მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ როდის მოდის. ხო, ვინ როცა მოვა, იმ დროს იწყებს. მეორე მოსწავლე რომ მოდის 7 წუთზე. იმას თუ იცის უკვე წინა გაკვეთილებზე ან რაღაც ვასწავლე, შეიძლება 10 წელია ჩემთან დადის, ხო? ანუ ესეთებიც ხო არიან, თქო 2013-14 წლიდან შეიძლება რაღაც პერიოდულობით დადიან. იმან იცის უკვე სურიან ამასკარ ფერდგომელა პოზები იცის და ის რომ მოდის უკვე იწყებს ამის კეთებას. და მე ანუ რას ვაკეთებ როგორც ინსტრუქტორი, ახალს ვაქცევ მეტყურადღებას და იმ ეპიზოდებში როცა ჭირდება უკვე გამოცდილების დახმარება, ანუ იმას ფიზიკურად ვეხმარები, ხო? და იმას როცა ვაძლევ რუტინას, რომ ამ პოზაში გაჩერდი 1 წუთის განმავლობაში, ინსტრუქტაჟი იმას იმ მომენტში აღარ ჭირდება. ჩემი დრო როგორც მასწავლებლის მითავისუფლდება და მე იმას ვეხმარები, ან ხელით ვეხმარები, ხელით უსწორებ, თუნდაც გამოცდილი რო იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პირიქით მეტი საშუალება მაქვს, რომ დავეხმარო მას. და ამ დროს მესამე მოდის, მეოთხე მოდის, ყველას აქვს თავისი პროგრამა, რასაც აკეთებენ, მაგრამ მე ფიზიკურად ვეხმარები სხვადასხვა დროს ყველას, იმიტომ რომ როგორ არის, რომ არის ასანები, სადაც მეტი საჭიროებაა ფიზიკური დახმარების.
თქვათ აი ხელებზე რომ დავაყენო, თქვათ ან რაღაცა პოზაში დავაწვევ და თუ ყველა ერთდროულად გააკეთებს მე მაშინ ან ერთს უნდა დავეხმარო, ან სინქრონულად როცა არის ჯგუფი, ერთს უნდა დავეხმარო და მე უკვე მთელი ჯგუფი ხო არ დაელოდება, უნდა გადავიდეს შემდეგზე. ფიზიკურად მასწავლებელი ამიტომ ვერ ეხმარება იმ პოზებში, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ამ რთულ პოზას ან საჭირო დახმარებისთვის საჭირო პოზას ერთდროულად აკეთებს. და როცა ასინქრონულია მასწავლებელი თვითონ ანაწილებს ყურადღებას, რომ სადაც მეტად არის მნიშვნელოვანი ყურადღება, იქ გადადიხარ და ამ დროს სხვები არ ჩერდებიან. აი მთელი მუღამი ის არის, რომ შენ ერთს რაღაცას უხსნი, თქვა შეიძლება 1 წუთი, 2 წუთი ველაპარაკო, ანატომია აუხსნა, ანატომიის ან მნიშვნელოვანი ხო. ეხლა იმას ხო არ გავუშვა ატლას და რაღაცას, მაგრამ ანუ ის რაც საჭირო არის. ისე რომ არავინ არ მოცდება, ყველა მიცის რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. პოზებს ვუმატებთ ამ სათითაოდ და ამის მთავარი რა არის, იცი რომ მთავარი არის ის, რომ ვიღაცა რომ მაგალითად სინქრონულში დადის 5 წელი. მაინც ერთი და იგივე პროგრამას, ერთი და იგივე საფეხურზე იქნება. იმიტომ რომ სინქრონულში ყოველთვის იქნება ან პირველი სერია, პირველი საფეხური ან მეორე საფეხური. ის ვერ გადავა ვერანაირად მესამეზე, იმიტომ რომ სინქრონულში მუდმივად კონტინგენტი იცვლება, ხო, ანუ ვიღაც ახალი მოდის და ის წლებიც რომ წიაროს სხვა საფეხურზე ვერ გადავა. და აქ მაისორის ფორმატში, ანუ ასინქრონულ ფორმატზე, შენ უკვე მოსწავლეები შეგიძლია რომ ძალიან სწრაფად გადაიყვანო advanced level-ზე. თუ ამის საჭიროება არის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვისაც არ უნდა advanced level-ზე, ან ურჩევნია, ის რჩება იმ level-ზე, სადაც არის. ყველა მიცის თავის პროგრამა და ის ვინც არის advanced level-ზე, ანუ მე ვთქვათ მესამე საფეხურს აკეთებს, ხო? იმ დღეს თუ არ არის ენერგიულად, შეიძლება გააკეთოს იმან პირველი საფეხური. ანუ მაგაშიც არ არის შეზღუდული, რომ რადგან გადავედი მესამეზე, ეთქვის რომ მე დღეს ანუ არა ვარ ისეთ რაღაცა ენერგიაზე, ან კარგად არ მეძინა, ან რაღაცა და დათვირთვა არ შემიძლია და ამაზე თანხმდები, ანუ ყველაფერში თანხმდებით ინსტრუქტორთან. ინსტრუქტორმა იცის თითეულის შესაძლებლობები. აი მაგით ვთქვი, რომ ინსტრუქტორი თუ რაღაცა დღეს რაღაც სხვა რაღაცას აკეთებინებს, ხვალ სხვა რაღაცას, ხო? ნაკლები ცოდნა არის ალბათ თვითონ პრაქტიკოსების შესაძლებლობების შესახებ. ანუ ის კავშირი რეალურად რაც არის ინსტრუქტორს, ანუ ვიცი, უნდა იყოს ინსტრუქტორს და პრაქტიკოს შორის, ანუ იკარგება მაგ დროს, იმიტომ რომ არ არის თანამიმდევრული ეს მუშაობა. ანუ არც მე ვიცი რას ველი, ხო? მასწავლებელმა უნდა აცალოს მოსწავლეს, რომ ყველაფერში არის საჭირო რუტინა. ის მრავალფეროვნება, ერთი მრავალფეროვნება არ დაჭირდება ბევრი, იმით თუ აუხსნი პოზების დეტალებს, მოსაწყენი არის ხოლმე, იმიტომ რომ თუ ინსტრუქტორი ვერ უხსნის, რა ხდება ამასანაში, რა პუნქტები მუშაობს და რაღაცა, ის ვერ ხვდება, რას უნდა მივაქციო ყურადღება და უნდა რომ ბევრი პოზა კონდეს. სიამოვნებას ვერ იღებს იმასანებით. ხო, აი ეს აღმოჩენები, რასაც ჩვენ აი ესეთი სრულყოფილი და მსუყე ინსტრუქტაჟის დროს ანუ აღმოვაჩენთ ხოლმე, აი თურმე რამდენ რაღაცაზე შეიძლება კონცენტრირდა, რამდენი რაღაც ერთიანად, ანუ რაღაცნაირად ძალიან ხანგრძლივად შეიძლება ამაზე ერთ ასანაზე აღმოაჩინო, დააკვირდე, იმუშავ, გააუმჯობესო, ხო? ანუ აი ძალიან ისეთი არის ეგ შეიძლება შევადაროთ, რომ თქვა სპორტს თუ უყურებ, თქვა ფეხბურთს უყურებ და წესები არ გესმის. თქვა თან ბეისბოლს უყურებ, წესები არ გესმის, ხო? ის ხდება შენთვის მოსაწყენი. და მაგითო არის, რომ თუ ინსტრუქტორი ვერ უხსნის, რა უნდა მიაქციოს ყურადღება ასანაში, სტუდენტს წინდება და რაღაც ახალი ასანები ჭირდება სწრაფად, რომ რაღაცით ის მოწყენილობა შეავსოს. თორე შენ თუ აუხსნი იმას სათანადოდ იმას ხო ჭირდება დრო თვეები, რომ ეს დაამუშავოს ეს პროგრამა. ან რო შეუცვალეთ თავშად პროგრამა რა გადაგაუვიდა, მიაღწია ამით რაღაც მეთოდს, ხო? ყველაფერში ეგრე არის. აი მაგალითად, თქვათ ბოდიბილდინგი იქნება თუ რაღაც იქაც არ ორშაბათი, თქვათ ფეხების დღე არის, თქვათ ასე შემდეგ გადანაწილებული არის და იქ ეხა ვიღაცამ თქვას, რომ აი აღარ მინდა ეს ვარჯიში დავუშვათ. და მოდი იცი რა სხვა რაღაც ვარჯიშს გაგაკეთებინებ და ის სხვა რაღაცა უკეთესი იქნება,
საქმე მაგაშია ვანაცვლებთ. თვითონ პოზების რაოდენობაში არ არის, ანუ ბევრი პოზას რო გააკეთებ, ამით მეტ შედეგს ვერ მიიღებ. და ამიტომ არის რომ ის გადანაწილებულია, ანუ როგორც მაისორშიც გადანაწილებულია, ვთქვათ როგორც ძალის ვარჯიშებში შტანგას შემთხვევაში ვთქვათ ორშაბათს ფეხების დღე არის, ოთხშაბათს ვთქვათ მხრების დღე არის და ასე შემდეგ, ზურგის დღე და ასე შემდეგ, ეს გადანაწილებული არის, ხო? შეიძლება იმ პრაქტიკოსმა ერთი და იგივე გააკეთოს ვთქვათ წლების განმავლობაში ან კუნთებისთვის და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგს არ მისცემს. აუცილებელი არის ცვლილება და მაგრამ ცვლილების შესაძლებლობა და საჭიროება თუ არის, აქ არის აი როგორც კი ფრაზებივით ცალ-ცალკე ბლოკები, ანუ 7-7 ან 10 პოზა, ან ხან მეტი თქვა 14 პოზა, რომელიც ერთმანეთთან არის კონსტრუქტორებივით დაკავშირებული. ხო. და შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანი მივიდეს იქამდე, რომ მიიღოს სათანადო გამოცდილება, რომ გადავიდეს მერე ინდივიდუალურ ფორმაზე. აი თქვა დამოუკიდებლად აკეთებს რაღაცას და იცის რომ ანუ იცის ეს ასანები რა ეფექტს აძლევს, ამიტომ რადგან ეს ეფექტი არ უნდა ეხლა, აკეთებს მარტო თქვა დაწოლილ ასანებს. აკეთებს მარტო მჯდომელ ასანებს, ან რაღაც ასანებს აკეთებს, მაგრამ როცა საუბარი არის ანუ საყოველთაო ანუ ჯგუფზე და სხვა სასწავლი, ხო? რატო უნდა გამოატოვებინო რაღაცა ისეთი, თქვათ, რაღაცა ისეთი ჯგუფი ასანების, რომლითაც მან უნდა მიიღოს სარგებელი. ანუ პირდაპირ დაწოლილი ასანები რო გააკეთებინო, ხო? ფეხდგომელა ასანები რატომ არა? თუ მისი ამოცანა არის, რომ ფიზიკურად იყოს ფორმაში. ხო, ანუ ეს ხო ჩვეულებრივი, ანუ ისიც ხო მნიშვნელოვანი არის. მაგრამ თუ არის აღდგენი იოგა, აღდგენ ვარჯიშებს აკეთებ, იქ ხო, მან თავიდანვე ეცოდინება, რომ ეს არის ანუ აღდგენი, თქვათ, ვარჯიშები და თქვათ, ამ შემთხვევაში ამის გამო ის ასე თქვათ, ამ სტილისტიკური განსხვავების გამო პოზებს გააკეთებს იმ ფორმით, მაგრამ იმ სტილსაც ჭირდება ცოდნა. ანუ თუ სტილი აღდგენია, მაშინ რა უნდა იქ ისე ძალისმიერ ვარჯიშებს, ხო? ესეც ხო მნიშვნელოვანია, თან როგორი თქვათ თანმიმდევრობით უნდა გააკეთებინო და როგორი სულისკვეთებით უნდა გააკეთებინო ეს ასანები, ხო? ესეც ხო აი ესე იგი ამ მეთოდის ასე ვთქვათ შესწავლით, დამახსოვრებით, აი ამ ასანებში ასე ვთქვათ ყოფნით, თანამიმდევრობის დამახსოვრებით, აი ამ ყველაფერს რომ მივყვეთ და რაღაც ეტაპზე მივენდოთ ამ ასე ვთქვათ მეთოდს და ბოლომდე მივყვეთ, ანუ საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ეს მეთოდი მე უკვე ჩვენს ხელშია თავიდან ბოლომდე და ჩვენ შეგვიძლია რომ ანუ როგორც ასე ვთქვათ მოგვესურვება კონკრეტული ბლოკები, ან როგორც ჩვენს ხელს იმ კონკრეტულ მომენტში ეს სიამოვნება, ესე გადავწყვიტოთ. ანუ ამ მეთოდის ცოდნა სამომავლო და ცხოვრებისეულად ალბათ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ აი ჩვენი ასე ვთქვათ საჭიროებების შესაბამისად როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად. ანუ რაზე მინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხარ რომ ვიმუშაო, ვიცი კონკრეტული მეთოდი, ვიცი ასანების თანამიმდევრობა, რაღაც ჯგუფი გავაკეთებ ამას. ანუ რაღაცნაირად ჯერ მეთოდს სწავლობ და მე ეს მეთოდი უკვე შენს ხელში არის. ანუ შეგიძლია რომ უფრო კარგად მართო, ანუ აი რაღაცნაირად სადღაც რო ვკითხულობდი რაღაცებს ეწერა, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ ამ ყველაფრით, რომ თანამიმდევრულად და ეტაპობრივად ამ ყველაფერს ესე საფუძვლიანად სწავლობ. ერთი ეგ მინდა და რამე თქვა და მე კიდე აი ასანების მრავალფეროვნებაზე და რაღაცა ესეთ საკითხებზე რო არის, ხო, აი რო არ მომბეზრდეს თქვა ერთი და იგივეს კეთება და აი მეტი ასანა და რაღაც ისეთი ასანები, რომელიც თქვა შეიძლება იმ კონკრეტულ ეტაპზე არ მოგცევს თქვა პირობითად მასწავლებელმა. რაღაცნაირად აი ჩვენ წინა პოდკასტში რო საუბრობდით, რომ ეს ასანები და ასანებში ყოფნა და ასანების კეთება არის გამოცდილება, ხო, რაღაც რამდენიმე გამოცდილების ერთობლიობა. ანუ თითქოს აი ამაზე ესე თუ შევხედავთ, ანუ ამ ასანებს, ხო, უფრო საინტერესო იქნება აი იმ სუნთქვაზე დაკვირვება, იმ კონკრეტულ მოცემულობაზე დაკვირვება. ეხლა მე როგორ შემიძლია, ანუ რას მეუნება ჩემი სხეული, ანუ როგორი ტემპით ვიმუშაო, როგორი სუნთქვა მქონდეს, რამდენ ხანს დავყვაუნდე, ანუ იმაზე რაც თქვა ჩვენ წინა პოდკასტში განვიხილეთ ის მომენტები და ეტაპები, რაც ამ ასანების კეთებას და იოგას ამ
ასე ვთქვათ, ნაწილს საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის, აი მაისორზე მგონია, რომ აი მთლიანად შეიძლება ამის გამოცდა, იმიტომ რომ მხოლოდ შენ თავზე ხარ ორიენტირებული, შენ თავზე ხარ კონცენტრირებული და კარგად შეგიძლია მიაბა შენი გონების მდგომარეობა, შენი იმ კონკრეტული წამიერი რესურსი იმასთან, რასაც გააკეთებ და რაზეც იმუშავებ. მაგის თქვა მინდა და სრულიად მისაღები არის სრულიად დამწყები პრაქტიკოსისთვის კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ თავის ტემპში ივარჯიშებს და დიდი ხნის პრაქტიკოსისთვის კიდე იდეალური ვარიანტია, რომ კარგად განვითარდეს. აი განვითარების კუთხით, აი იგივე გამარტივების თვალსაზრისითაც ხო, როდესაც სინქრონულ ჯგუფში ვთქვათ, აი ხვდებით, რომ რაღაც მომენტში საჭიროა, რომ ვაჩვენოთ კონკრეტული ასანის გამარტივებული ვერსია, ანუ რაღაცნაირად ეს აი დროის კუთხით ისევე როგორც აი მოცდის თუ რაღაც აი მის მომენტს მოითხოვს, რომ აი ესეც ვაჩვენო, ანუ კი ეს ჩვენ ყველას ვაჩვენებთ შესაბამის მოდიფიკაციებს, მაგრამ აი მაისორზე კიდე უფრო მეტად არის ამ მოდიფიკაციების, ასე ვთქვათ, და ნელ-ნელა ათვისების შესაძლებლობა, ზუსტად იმ კუთხით, იმ კონკრეტულ პრაქტიკოს რა ჭირდება. ამ შეიძლება ვიღაცამ პირდაპირ გააკეთოს რაღაც ისეთი რთული ასანა, შეიძლება რაღაც რამდენიმე მოდიფიკაციით, ასე ვთქვათ, გამარტივება დაჭირდეს, ხო, რაღაც უფრო საფუძვლიანად შეგიძლია რომ აუხსნა, ანუ ესე მენიშნა, ეხლა მე მაგაზე დავფიქრდი. სხვადასხვა აი რას შეიძლება იცი შევადაროთ, აი ხატვას როგორც ასწავლი კლუბში. კლუბში რა, ანუ მაგას სახელოსნოში რა. ხო. მანაც ხო ეგრე არ არის, ყველა ზუსტად ერთდროულად სინქრონულად ხატავდეს, ხო? ხო, ანუ მანაც ანუ ჩემი შვილი დადიოდა ანუ სახელოსნოში, ანუ როგორ არის, ანუ რომ ვიღაცა აბიტურიენტი იყო, ჩემი შვილი 3-4 წლის წინ. ანუ ვიღაცა თქვათ სკოლის მოსწავლე არის, თქვათ შეიძლება მერვე კლასში არის. და ესენი სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა გამოცდილებების რო არიან, მაგასაც აქვს პლუსი, აი მაისორში რომ შენ ხედავ სხვადასხვა დონის პრაქტიკოს და ხედავ მაგალითად რას შეიძლება მიაღწიო, იმასაც ხედავ. რო აი თქვათ ვიღაცა აი ამ მასანებს აკეთებ და ამას მიაღწია, ეს რაღაცნაირად გასტიმულირებს და დამწყებებსაც ხედავ, რომ მაგალითად ხედავ რომ ეს ნორმალური არის, რომ ესეც გააკეთო. ეგ მრავალფეროვნებაც კარგია და მასწავლებელი ანუ მიდის თქვათ ნახულობს ვინ როგორ ხატავს, მიაქცევს ყურადღებას, რჩევებს მისცემს, ანუ შეიძლება თვითონაც რაღაც მომენტში დაეხმაროს, მერე გადადის სხვასთან, ესეთი ფორმა არის. ხო, აი რაღაცნაირად მანამდე ხო თქვით, რაღაც მეც როგორ თქვით, რაღაც ჰარმონიულად არის მრავალფეროვნება, აი თვითონ გაკვეთილზე, აი შორიდან რო შეხედო ამ გაკვეთილს არის ძალიან ლამაზი, ანუ რაღაც ასინქრონული სინქრონ, ანუ ყველა მიცის რას აკეთებს, ყველა სხვა რაღაცას აკეთებს, მაგრამ ეს ერთიანად არის ძალიან ჯადოსნურად, ანუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესია და რა ვიცი, რაც დემონსტრაციების ვიდეოები, რაც მინახავს, რაც მომიძიებია, ძალიან ასე ვთქვათ შთამბეჭდავი არის, ანუ ყველაფერი, ანუ ეს სინქრონი და თან ამხელა მრავალფეროვნება. ვიზუალურად შეჩოლები არიან უფრო იმას, რომ უყურებენ ყველა სინქრონში როგორ ვარჯიშობს. ხო, სინქრონიც მე ძალიან ლამაზი არის, ხო ისეთი არის, ანუ ორივე თავის ასე ვთქვათ ჯადოსნობა აქვს. ხო, ვთქვათ, რომ სინქრონული პრაქტიკა არის კარგი, იმიტომ რომ შენ არაფრის დამახსოვრება არ გჭირდება და უბრალოდ მუდმივად მიყვები ინსტრუქტორს და მაგის პლუსი რა არის, იცი რომ ინსტრუქტაჟი არის ესეთი რაღაც, რომ ეს რაღაცით ჰიპნოზსაც გავს. ესე იგი ინსტრუქტორი რაღაცას რო ამბობს, შევისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ეს ხმა შენთვის შეიძლება იყოს როგორც შენი საკუთარი ხმა. ანუ შენ ფიქრით რო გეზარება, შენ ნაცვლად ფიქრობ ამ შემთხვევაში. მე უთქვამთ კიდეც, რომ აი მაგალითად შენ გარეშე ვერ ვსუნთქავ ამ ერთი საათის განმავლობაში თუ დროულად არ იტყვი შესუნთქოს, ამოსუნთქოს, მავიწყდება სუნთქვა, ანუ რაღაც ესეთი. ეგ ძალიან მაგარი რაღაცა ვიღაცა რო გეუბნება რომ აციე შტანგა. და ანუ შენ თუ ესე გაქვს გადაწყვეტილი რომ ის არის შენი მე იმ მომენტში. ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის რა. და შენ ანუ იქ არ არსებობს ანუ მეზარება რაღაცა ეს
იმ მეზეზის შენი ასე ვთქვათ ცნობიერება და ის რომ იტყვის რომ ეხლა მაგალითად დავდგეთ ხელებზე შენ რაღაცნაირად ეს ენერგია მოაქვს ამ მის ინსტრუქტორს რა უშუალო ინსტრუქტორს და ამას შეგიძლია დაეხარდნოთ უბრალოდ რომ შენ ამ შემთხვევაში შენს აი ამ ნებელობით კომპონენტს ასვენებ ან შეიძლება სახში რატო ხო იცი დავუშვათ ის ვარჯიშები ზოგიერთი წლების განმავლობაში ისედაც იცის ვარჯიშები წლების განმავლობაში დადის მაგრამ სახში შეუძლია ჩვენც ურჩევთ რომ გააკეთეთ სახში მაგრამ ეგ მომენტი არის რა ანუ საჭირო არის ენერგია ვიღაცა მეს ენერგია სინქრონში ეს ენერგია ისე ხრიალებს ინსტრუქტორის გავლენითაც და ერთმანეთის ანუ მე რო ვიცი რომ სინქრონია და ჯგუფის დინამიკა ესეთია შეიძლება რაღაც მომენტში თავს ისევ გრძნობდე სუსტად მაგრამ ანუ მაინც დინამიკა ასე ვთქვათ შთამაგონებს ანუ ჯგუფის ერთიანი დინამიკა ოკეი ძალიან ჯადოსნური არის მოკლედ მაისორის გაკვეთილით და სინქრონსაც თავის ასე ვთქვათ magic აქვს. ორი შენთან მქონდა მე ესეთი კითხვა, უკითხავთ შენთვის აი ამ კურსის სტუდენტებს თუნდაც, რომ აი მაშინ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი იოგას ინსტრუქტორის, იოგას მასწავლებლის ვიდეოს რო უყურეთ თუ გახსოვს. ხო და ანუ სინქრონის დროს სულ მიდის ინსტრუქტორში. უწყვეტად მიდის ინსტრუქტორში. ჯონ სკოტი ხო. და აი მაშინ კითხეს კიდეც და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც და მომავალი ინსტრუქტორებისთვისაც ყველა ასანის დროს აი მის ამბავს ხო 5 ჯერ ვაკეთებთ და სულ ვაკეთებთ ინსტრუქტორში ხო აი კითხეს და რატომ ვაკეთებთო ესეც კითხეს და პრინციპში წეგან რატო ვაკეთებთ აი ზუსტად ის შინაგანი მე რომ იგივე ინსტრუქტორის ხმა იყოს ანუ შენ ფაქტობრივად მე გაგაქვს შენს გარეთ ანუ ინსტრუქტორში გადაგაქვს ანუ ეს ხმა და აი ეს ისეთივე რაღაც არის რომ ჯერ ის ყურადღება შეიძლება გაგვეფანტოს და ის რაც ვიცით იმას ყურადღება არ მივაქციოთ და ინსტრუქტორი მაგითომ არის ის მუდამ უნდა იყოს რომ მიგვაქცევინოს ყურადღება იმიტომ რომ ყურადღება შეიძლება წავიდეს სამსახურზე შეიძლება ოჯახზე იმაზე პრობლემებზე და ამის საშუალება რო არ იყოს ანუ ხმა მუდმივად უნდა ისმოდეს და ის ხარისხს აუმჯობესებს და ეგეთი შეგრძნება არ უნდა კონდეს რომ ანუ ხო იციან და ხო რაღაცა ვეუბნები რომ ანუ ეს მაშინ რაღაც მოდის საერთოდ ხო იცის სახში გააკეთოს ეგრე არ არის ანუ თეატრში რომ მიდიხარ მილიონჯერ რო კონდეს ის სპექტაკლი ან კინო მილიონჯერ რო გაქვს ნანახი ზუსტად ის რომ მეორდება მაინც იმ ფრაზას რო ამბობს ან იმას რო ისმენ ხელახლა ის მაინც იმას აქვს მაინც თავისი ძალა და თავისი ეფექტი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. განსხვავებული ხო? ანუ ყოველ ჯერზე განსხვავებულ რაღაცას აღმოაჩენ, ხო და ახლა თავიდან ზოგჯერ სინქრონულ ჯგუფში არის ხოლმე ესეთი ასე ვთქვათ დამწყებებისთვის ზოგჯერ არის ხოლმე დამაბრკოლებელი რომ აი ეს ბევრი რაღაც არის ინფორმაცია რომელსაც ვაწუდით და აი ეს ყველაფერი რომ ერთდროულად ვერ გავითვალისწინოთ და ყველაფერი რომ ერთდროულად ვერ გავიაზროთ ხო ან მაგ დროსაც მე ზუსტად იგივეს ვეუბნები ხოლმე რომ ეს არის იმისთვის რომ უბრალოდ დრო და დრო ეს ყველაფერი გავითავისოთ არ არის აუცილებელი რომ პირველივე გაკვეთილზევე ინსტრუქტორი რა რაოდენობის ინფორმაციასაც გვაძლევს ანუ ეს გავითავისოთ და გავიაზროთ დრო და დრო აი თუნდაც სუნთქვაზეც არის ხოლმე რომ აი საერთო სუნთქვის პატერნში ვერჯდებიან და რაღაცა შეიძლება სუნთქვა აცდენილი იყოს ინსტრუქტორის ანუ ასე ვთქვათ თანამიმდევრობას და დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს ამ ყველაფერში ჩაჯდომა და გათავისუფლება დამწყებები არიან ხოლმე ხშირად აი იმაზე ვსაუბრობდით რომ ხშირად კითხულობენ რომ აი ეს ბევრი ინფორმაცია და ამ ყველაფერს ერთიანად როგორ ავითვისებთ და ეს არის უბრალოდ იმისთვის რომ მუდმივად იყოს ყველა გაკვეთილზე უწყვეტად და რაც დრო გავა, უფრო მეტის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი ამ ინსტრუქტორში და ამ ინფორმაციაში. ყურადღება გახსენება კარგია, ხო? კარგი, მოკლედ მაშინ დღეს ამით დავასრულოთ. ძალიან საინტერესო თემა იყო. მოგწერეთ თუ კიდე რამე ესეთი თემები. ხო, ეს თავიდან ვთქვით რომ ჩვენი პოდკასტი, ანუ ალბათ მათთვის იქნება, ვინც ანუ თვითონ იოგას სფერო აინტერესებს, ანუ ეს რაღაცა ჩვენ რაღაც ისეთი შეიძლება ყოვლის მომცველის არ კონდეს რომ რაღაც ან მარტივ გზებს რეცეპტს თავაზობთ რაღაცა ისეც და
ალბათ ეს სპეციფისტვისაც ღირებული იქნება, ანუ სიამოვნებით ბევრმა ანუ აქედან შეიტყო ჩვენ შესახებ, ანუ ინფორმაცია მოისმინა, მათ აზრებთან ახლოს ვიყავით ალბათ ჭკუაში დაუჯდათ, ანუ როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი მიდგომა და ხედვა და ყველაფერთან დაკავშირებით. მადლობა ძალიან დიდი. ყურადღებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგვიკომენტარეთ, რამე კითხვა გექნებათ, გამოცდილება უკავშირი. მადლობა. მადლობა. დროებით.